მოგესალმებით. ეთერშია საინფორმაციო პროგრამა ფაქტი. დღის სიახლეებს გიორგი დოლიძე გაგაცნობთ. სოფელ შრომაში ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ფარიკაობის მეტად საინტერესო კლუბი აღმოაჩინა. რუბრიკის დაუსვი შეკითხვა ხელისუფლებას ფარგლებში რეპორტაჟს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომიდან გთავაზობთ. შრომა ოზურგეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და განვითარებული სოფელი გახლდათ. დიდი სოფელია დღესაც, მაგრამ განვითარება აქ როგორც ინფრასტრუქტურულად, ისე მატერიალურად მეტად შეფერხებულია. სოფლის დასაწყისში ახალგაზრდა კაცს მალხაზ კვაჭაძეს შევხვდით, რომელმაც ცენტრში მდებარე სამლოცველო დაგვათვალიერებინა. ადგილი, რომელიც შრომისთვის ერთგვარ სავანედ იქცა, უკვე 20 წელს ითვლის. აქვე ტარდება პარაკლისები ყოველ სამშაბათს. მალხაზ კვაჭაძე ხელმძღვანელობს ფარიკაობის კლუბს, რომელიც მთელს გურიაში ერთადერთია. ამჯერად დარბაზი ცარიელი დაგხვდა, მაგრამ როგორც მალხაზმა გითხრა, ჯგუფში ბიჭებთან ერთად გოგონებიც ყავს. ბავშვები ინტერესით ეკიდებიან სპორტის, გურიისთვის ჯერ კიდევ უცხო სახეობას. კლუბი მთლიანად მალხაზ კვაჭაძის ენთუზიაზმზეა დამოკიდებული და ამ მონდომების წყალობით პატარა მოფარიკავეებს უკვე წარმატებებიც აქვთ. გურიაში იცით რომ ალბათ ჩვენს გარდა არ არიან მოფარიკავეები სამწუხაროდ. წარმატებებიც არის ახლა ყავს გოგონებიც, ვაჟებიც, 15-ოდე, 20-ოდე. ერთ-ერთი უკვე საქართველოს ნაკრებშია და საერთაშორისო ტურნირზე საკმაოდ კარგი მიღწევები აქვს. 100-თან მონაწილეში მე-5 ადგილზე გავიდა, ჩვენი გელამ შავია. ის უფრო ასე თქვა გამოჩინებულია, თორე მისი ამხანაგებიც საკმაოდ კარგად გამოდიან სხვადასხვა სპარეზობებზე და გეგმები ბევრი გვაქვს. ფარიკაობის კლუბის ნახვის შემდეგ სოფელში გავედით და მოსახლეობას გავესაუბრეთ. ადგილობრივები პირველ რიგში უგზოებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ გზის მოწესრიგების შემთხვევაში უმუშევრობის საკითხიც ნაწილობრივ გადაიჭრებოდა. გზის პრობლემა თუ მოგვარდება, გზა გაკეთდება, უფრო ადვილი მისადგომი იქნება სოფელთანაც და არ ვიცი, ასე მგონია, რომ პირობები უფრო შეიცვლება მაგით. გამომდინარე, უკეთესი პირობები იქნება, ფაბრიკა იყო, ქარხანა იყო, სულ ყველა დახურული აბსოლუტურად, არაფერი მაგ მხრივ წინ არ მიდის. უკეთესი იქნება თუ სოფელში დასაქმებული იქნება ხალხი, მაშინ არც სოფლიდან გასვლა იქნება ასე მასიური. უმუშევრობა კი ახალგაზრდები უმუშევრები არიან. რამე გაკეთდება გზები და ისინი დასაქმდებიან ალბათ. მეტისმეტად შეწუხებულები არიან ამერიკული თეთრი პეპლის გამოჩენითაც. მავნებელი განადგურებით მთელი სოფლის სიმწვანეს ემუქრება. ძალიან მოდებულია მასიურად, რომელსაც ალბათ გლეხი კაცი მისი ძალით ვერაფერს ვერ უზამს, თუ არ მოიწამლა, თუ დროულად არ შეიწამლა ყველაფერი, ალბათ ცოტა ხანში აირიც არ იქნება მოსასუნთქი ალბათ. გადახვეულია ყველა მცენარეზე. ვერ დაждები ვერცეთი ხიზირში, მოცვივა და თუ კი რამეს კი წაგვადგება და თუ კი რამეს კი გვიშველის ვინმე, მაგია ჩვენთვის კიდე ხელმისაწვდომი ძალიან კარგი. ჯერჯერობით მოუწესრიგებელია გამრიცხველიანების საკითხიც. ბოძებზე ისევ ძველი მრიცხველებია დამონტაჟებული. უკეთესი იქნება თუ ახალი სოჭიკები დაიდგნენ. ძველი სოჭიკებია? კი. ჩვენ კუთხეში მაგალითად არის მაგის პრობლემა. თუ მოგვარდება, მაგიც გადასარევი კარგი იქნება. საუბრობენ ჯანდაცვის ხელმიუწვდომლობაზეც და ამბობენ, რომ სამედიცინო მომსახურება მათთვის ძალიან ძვირია. რომ უკანასკნელად კაცი მიდის იმ დონეზე, რომ ექიმთან ვერ მივიდეს. ეგ არის მთავარი, ყველაზე მეტი მთავარი სოფელში არის, რომ ადამიანის ცუდად ხდება და მიეხმაროს მედიცინა. მაგის საშუალება ჩვენ არ გვაქვს და კეთდება ხალხიშვილო. ეგა ყველაზე მეტი მთავარი და უმთავრესი. სხვა პრობლემები თუ არა, მალე მოგვარდება ამერიკული პეპლის საკითხი. შემწამლავი მანქანები, რომლებიც სხვა სოფლებში მოძრაობენ, იმედია მალე შრომამდეც მოაღწევენ. ლანჩხუთის რამდენიმე სოფლის უწყლობასთან დაკავშირებულ პრობლემაზე კომენტარი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია გოგუაძემ გააკეთა. სიუჟეტებში, რომლებიც ჩვენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოვამზადეთ, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად უწყლობა გამოიკვეთა. ჯაპანა, ჭყონაგორა, ქვიანი და ნიგოითი. ეს ის სოფლებია, სადაც ამ საკითხის მოგვარება ყველაზე მეტად სურთ. სიტუაცია განსაკუთრებით ზაფხულში მწვავდება ხოლმე, როცა ბუნებრივი ჭებიც შრება. და ესე წყალი არ გვაქვს სოფელში, ჭიშყლები გვაქვს დამშრალია და გამხმარია ყველაფერი არის. პრობლემა წყლის. საერთოდ გვაქვს მისი წყალი, გვაქვს იგი არის წყლის პრობლემა არის. ახლა ჩვენ აქეთ ხარეს ოჯახებს ძირითადად ჩვენთვის გამოყვანილი ჩვენი სპეციალურად გაკეთებული გვაქვს და ჩვენ თვითონ გამოყვანთ წყლები საერთოდ. და კერძო წყლები გვაქვს, ამ თიდან ჩამოყვანილი წყლებით ვართ ჩვენ და აი ამ გზის იქიდან მხარეს საერთოდ წყლის ნასახი არ აქვს. არა, არის გაკეთებული არის სტრუვები, მაგრამ შე წყალი საერთოდ არ მოვედინება. წყალი ალა ჩვენ ჭაგვაქვს მოსახლეობას, მაგრამ ახლა უკვე როცა დაშრა ძალიან პრობლემებია და უმეტეს სოფლის მეურნეობისათვის მოსარწყავად საჭირო იყო და არ არის. ეს ჩემი ნამუშევარია სულ წყლის გამო პრობლემები შემექნა. ანუ ტექნიკური წყალიც არის. არ არის ტექნიკური წყალი.
ეხლა უწყლობის პრობლემა არის ჩვენ სოფელში, მაგრამ ეს უკვე პროგრამაში არის და უახლოესხანში უნდა გაკეთდეს. ამ თემაზე ჩვენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს გია გოგუაძეს ვესაუბრეთ, რომელმაც საკითხზე შემდეგი კომენტარი გააკეთა. წყლის თემასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, ჩოლობარში 2011 წელს გავაკეთეთ ჩვენ ნიგოითის თემში ერთ-ერთ სოფელში წყალი დაახლოებით 120,000 ლარი და 80 ოჯახი იქნა უზრუნველყოფილი წყლით. წყლის თემა არის ოთხთავის სოფელში, ოღონდ არის ესეთი პრობლემები, რომ მოსახლეობა თხოვლობს, რა თქმა უნდა, ტექნიკურ წყალს, ჩვენ არ შეგვიძლია სასმელი წყლით მოსახლეობის უზრუნველყოფა, ტექნიკურ წყალს, ოღონდ არის პრობლემა იგივე ჯაპანიაში, იგივე ქვიაში, დებეტთან დაკავშირებით. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სოფლის პროგრამით, საშუალებაც იქნება, რომ 15-20 ოჯახს მარტივად მოუწესრიგდეს, ასე რომ მთლიანობაში დაგეგმილი გვაქვს 3-4 სოფელში პერიოდულად იმ პრიორიტეტებიდან გამომდინარე, რაც მათმა წარმოგვიდგინეს სოფლის პროგრამების განხილვის დროს, რომ პარალელურ რეჟიმში ესეც მოუგვაროთ. სოფელ მაკვანეთში საკონდიქტრო ქარხანა სანდომი გაიხსნა. ტკბილეულის ძირითადად კი ნამცხვრის მწარმოებელი ქარხანა საკუთარ პროდუქციას აჭარაში და სამეგრელოში გაიტანს. საკონდიტრო ქარხანა სანდომი ყველანაირი ტკბილეულის ძირითადად კი ნამცხვრის მწარმოებელი იქნება. ჩინეთიდან და იტალიიდან ჩამოტანილი რამდენიმე სახის დანადგარით შესაძლებელი იქნება ისეთი ტკბილეულის გამოშვება, რომელიც ქართული პროდუქციისთვის უცხოა. სანდომის სახელზე ტკბილეული როგორც აჭარაში, ასევე სამეგრელოშიც გავა. მისი მშენებლობა 6 თვის მანძილზე მიმდინარეობდა. ამ დროისთვის მასში 40 ადამიანი დასაქმდა. დაახლოებით 6 თვეა ვაწარმოებთ მშენებლობას, შემოვიტანეთ ჩინური და იტალიური დანადგარები, ძირითადად გამოვიშვოთ ტკბილეულობას ნამცხრების სახით. გვექნება ბევრი ახალი ასორტიმენტი, ისეთი ასორტიმენტების, რომლებიც საქართველოში ამზადდება გარდა ჩვენისა, მაგალითად ქართული ანბანი ბავშვებისათვის და გვექნება ბევრი ახალი სახეობები. დასაქმებულია 40 ადამიანამდე ყველა ადგილობრივი მოსახლეობა. დღეს მართლაც სიხარულია ჩვენთვის, გაიხსნა ჩვენი საკონდიტრო, დასაქმებულები ვართ, არის ძალიან კარგი კოლექტივი, ძალიან კარგი პირობებია მუშაობისთვის და ავიცი, სანდომი ქვია პროდუქციას და მე მგონი მართლაც სანდო იქნება. ძალიან გვიხარია გაიხსნა დღეს ჩვენი ქარხანა, ვართ დასაქმებულები, კმაყოფილები. რავი, წინსვლას უსურვებთ ამ ქარხანას. ორი გმირის ამხნელმა სოფელ ოზურგეთის სკოლა ზაზა დამენიას ხსოვნისა და ალეკო ტუღუშის საპატივცემულოდ გამართულ ღონისძიებაზე ქუთაისის ბატალიონის წარმომადგენლები და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე მიიწვია. ალეკო ტუღუშის გმირობისადმი მიღწეული კვირეულის კიდევაც დაიზრდებიან დასკვნითი დღე ღონისძიებით დასრულდა. ქართველი ვიცე-პოლკოვნიკის საპატივცემულოდ ღონისძიებას ქუთაისის მესამე ბატალიონის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებას მოგვიანებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუდარ სურგულაძეც ეწვია. ვიცე-პოლკოვნიკი ავღანეთის სამშვიდობო მისიის ერთ-ერთი გასვლის დროს სასიკვდილოდ დაიჭრა, რის გამოც ქვედა კიდურები დაკარგა. ორი გმირის ზაზა დამენიისა და ალეკო ტუღუშის აღმზრდელმა სკოლამ ალეკოს ბავშვობასთან ერთად ზაზას სასკოლო პერიოდიც გაიხსენეს. გულში ჩამწდომდა ამაღელვებელ გამოსვლას ფოტოკოლაჟიც დაერთო. ქუთაისის ბატალიონის მეთაურმა სკოლა სამახსოვროდ პატრიოტული დისკები გადასცა. დამსწრე საზოგადოებას ალეკო ტუღუშის დედამ სოფელ ოზურგეთის პედაგოგმა მადლობა გადაუხადა. რომ ჩემი შვილი ცოცხალია, რომ მისი ეს საქმე დაფასებულია. მე კიდევ ბევრჯერ მინდა გადაუხადო მადლობა თავდაცვის სამინისტროს, ბატონ პრეზიდენტს, ამერიკის მთავრობას, ამერიკის პრეზიდენტს იმ დაფასებისათვის, იმ გვერდში დგომისათვის, იმ სიცოცხლის სტიმულის დაბრუნებისათვის, რაც ჩემი შვილისთვის გააკეთეს. ამ სკოლაში გაიზარდა, აქ არის ჩემი შვილის დაფეხურები. მე არ მქონდა უფლება, როცა ჩემმა შვილმა მითხრა, რომ დედა შენ იმ სკოლაში უნდა დაბრუნდე, სადაც მე გავიზარდეო, რომ უკან არ დაუბრუნებულიყავი. სადაც ჩემი შვილის დაფეხურები მელოდებოდა. მას ამჟამად ფეხი არ აქვს და აქ ვეძებ ყველა მის დაფეხურს, ყველა მის დაკვალებს. ჩვენ აი ამ გმირს გადაუხადეთ მადლობა იმისათვის, რომ მან თავისი ჯანმრთელობა, თავისი სიცოცხლეც კი დააყენა წინ
ქვეყნის სადარაჯოზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს აი ამ მიწება შეგვინარჩუნეს და მომავალი მხოლოდ მათ გამო გვაქვს. მადლობა უნდა გადავუხადოთ დაღუპულების წინაშე, ქედი უნდა მოვიხაროთ ადამიანების წინაშე, მის საკუთარი ჯანმრთელობა, საკუთარი სხეულის ნაწილებიც კი შეწირეს. აი ეს უნდა დავაფასო და უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, რომ საქართველოს დიადია. სოფელ ოზურგეთი ორი გმირის აღმზრდელია. ერთი გმირის სახელს თავადაც აწარებს, ეს არის საზადამენია, რომელიც სამაჩაბლოს ომში დაიღუპა და მეორე გმირი ეს არის ალექსანდრე ტუღუში, დღევანდელობის გმირი, რომელიც აღიზარდა ამ სკოლის კედლებში და რომლის დედაც ამ სკოლის პედაგოგია. მე მიამაყება რომ მუშაობ თინა გოგოაძის გვერდით, რომელიც არის ალექსანდრე ტუღუშის გამზრდელი, რომელიც არის ყველა თაობის გამზრდელი, უკვე 37 წელია ამ სკოლაში მუშაობს იგი. და ის ასეთი ადამიანი ღირსეულად ატარებს პრეზიდენტის მიერ ნაბოძებ ღირსების ორდენს. მე მიამაყება რომ ამ სკოლის დირექტორი ვარ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი დაესწრო. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დაცვის დღე, რომელიც სახელმწიფო დრამატულ თეატრში მოეწყო, შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე იოსები და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი დაესწრო. რამაზ ნიკოლაიშვილმა ოზურგეთის ინვალიდთა ასოციაციის პრეზიდენტს რომან ლომაძეს ღვთიური საქმისთვის მადლობა გადაუხადა და გვერდში დგომას დაპირდა. ღონისძიებას სახელწოდებით იხარეთ ორსავ სოფელსაშინა, ოზურგეთის დღის ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გარდა ზესტაფონის, თერჯოლის, ბათუმისა და ქუთაისის ინვალიდებიც ეწვივდნენ და ამით ერთმანეთს თანადგომა გამოუცხადეს. გუშინ ჩამსტომ სიტყვებთან ერთად საკუთარი ლექსებიც წაიკითხეს. შესრულდა საესტრადო თუ ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები. ოზურგეთის ინვალიდთა ასოციაციამ მოღვაწეობის ამსახველი კადრები ფილმად წარმოადგინა, სადაც ის ღონისძიებები და მათი ცხოვრების ლამაზი დღეები იქნა ნაჩვენები, რომლის საშუალებითაც მათი რეაბილიტაცია და საზოგადოებასთან ინტეგრაცია ხდება. აქ მოსვლის დღე უნდა გვესმოდეს რომ აი ამ სიტუაციაში როგორც ეს ადამიანებია შეიძლება აბსოლუტურად ყველა ჩავარდეს. გამომდინარე აქედან უნდა იყოს თანადგომა, სიყვარული. აქ ბევრი სიტყვა ვნახეთ ზოგადად ჩვენ და მე ვაფასებ იმას რომ დღეს გურიაში უამრავი სტუმარი ჩამოვიდა იმერეთიდან და სხვა კუთხეებიდან. აი ვამაყობ რომ დღეს აქ მოსვლის საშუალება მომეცა რა. გულწრფელად მიყვარს ეს ადამიანები და ყველაფერს გავაკეთებ რომ მაქსიმალურად ესენი კარგად იყვნენ, რაც მე შემეძლება, რაც ჩემი ოჯახის წევრებს შეიძლება. პირველად მეგობრობენ ერთმანეთში ჩემი შვილები და ეს ადამიანები და ღმერთმა ძალა მიცეთ იმისა, რომ უფრო მაღლად ადგნენ ვიდრე კონკრეტული ტკივილი. მე ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ ეს აქ უნდა იდეათ რომ მოგვეწვია სტუმრები იყვნენ ჩამოსულები, ანუ ქუთაისიდან, ზესტაფონიდან სხვას მათ დიდი მადლობას ვუხდით. შესაძლებელი დაგვარ ღონისძიებამ ჩაიარა ძალიან კარგად, მინდა დიდი მადლობა გადაუხადო მათ რომ მოვიდნენ, გვეწვენ და დაგვაფასენ. ჩვენ აქ ვიმღერეთ, მე თვითონ შევასრულე სიმღერა ჩვენი ჰიმნი ქუთაისის კომპოზიტორთან ერთად ბატონო არსო კოკელაძესთან ერთად და დიდი მადლობა ყველას. ჩვენ ამ ორგანიზაციასთან გვაქვს 5 წლიანი მეგობრობა გვაკავშირებს და სოლიდარობის ნიშნის თანახმად განვუცხადებთ სოლიდარობას დღევანდელ დღეს და ჩამოვედით ამისთვის. დღევანდელი გამოშვება ამით დასრულებულია. საინფორმაციო პროგრამა ფაქტი ორშაბათს დაგიბრუნდებათ. ბედნიერ უქმეებს კი სურვებთ.